გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. პრემიერ-მინისტრ შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო. შვეიცარიულ კომპანია გეოტესტთან მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის მიზნით ხელშეკრულება 2024 წელს გაფორმდა. მსგავსი მასშტაბის კვლევა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა, საქართველოში ისტორიაში პირველად ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც არსებობს გამოწვევები და რისკების მართვის მიზნით აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება. მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესი მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. ასეთი მასშტაბის კვლევა საქართველოში ისტორიაში პირველად განხორციელდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბის საფრთხეების შეფასდა 22 მყინვარულ ხეობაში. შედეგად დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც არსებობს გამოწვევები და სადაც აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება და შესაბამისი დანადგარების განთავსება. ეს პროცესი მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესი დაიწყება უკვე მიმდინარე წლიდან და განხორციელდება ეტაპობრივად. აუცილებლად ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კვლევაში ჩართული იყვნენ ქართველი ექსპერტებიც. მათი გამოცდილების გაზიარება იყო ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე საქართველოს გეოგრაფიისა და გეოლოგიური თავისუფლების სიღრმისეული ცოდნის გაზიარება იყო მნიშვნელოვანი კვლევის წარმატებით განხორციელებისთვის. მე მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბუნებრივია საქართველოს გარემოს სტატუსისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირადად მინისტრს ბატონ დავით სონღოლაშვილს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ჩვენ შვეიცარიელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა ქართულ ექსპერტებს, ყველას მინდა გადავუხადო მადლობა, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის განხორციელებაში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მნიშვნელოვანი არის შემდგომი ეტაპები, რომ მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომელიც შემდგომი 2 წლის განმავლობაში დამონტაჟდება და შემდგომი ეტაპი განისაზღვრება უკვე სამუშაოების შედეგად. ამ კვლევის სახით საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს და შეუძლია დაიწყოს რისკების მართვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნა შესწავლილი პერიგლაციალური სივრცეები და ვიცით რა რისკებს შეიძლება მოიცავდეს ეს პროცესები. ახლა მთავრობა შეუძლია დაიწყოს არსებული რისკების შემცირება, მოახდინოს ახალი რისკების თავიდან აცილება და მათი ეტაპობრივი შემცირება იმ ეტაპამდე, ვიდრე ეს ქვეყნისთვის მისაღებ დონეს არ მიაღწევს. დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათ შორის 10 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში დაჯგუფების წევრები ქსენოფობიური და სხვადასხვა მოტივით თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს, მათ შორის არასრულწლოვნებს. კრიმინალური ჯგუფი ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდა და სამიზნედ არჩევდა ყველას, ვინც მათ საქმიანობას მიუღებლად მიიჩნევდა. საქმეში დევს მტკიცებულებების სახით მოპოვებული ვიდეო ჩანაწერებიც. დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მინდი ზალადობრივი დაჯგუფების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია 10-ზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების
გამოვლენისა და მათი სისხლისამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოუწოდებთ მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის. თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული 15 პირის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმეები დაკითხეს, მათ შორის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები. ასევე ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაკავებულებს ბრალი აქვთ წარდგენილი მუხლით, რომელიც ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ასევე დაკავებულებს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. დღესაც მათ შორის დადასტურდა კიდევ ერთხელ რომ უბრალოდ ყვილად არიან ეს ადამიანები დაჭერილი, იმიტომ რომ ვიდეოების ნაწილი გამოვიკვლიეთ, სადაც ჩანს რომ ეს ადამიანები მხოლოდ იმყოფებიან პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს, არც ძალადობენ, არც ნივთებს არ ისვრიან. როგორც დღეს, ასევე წინა პროცესზე ვნახეთ ჩვენ არაერთი ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს კონკრეტული ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები. მათ შორის ვნახეთ ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს როგორც სასახლეში შეჭრის, მისი ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე პოლიციელებზე ძალადობის, სხვადასხვა ნივთების, ინვენტარის დაწვის, ფიზიკური, იურიდიული პირების, ასევე სახელმწიფო ქონების დაზიანების და გადაწვის ფაქტები. შესაბამისად, აღნიშნულ ბრალდებულებს ყველას დაუდასტურდება ის ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს. კონკრეტულ ბრალდებულებს წაყენებული აქვს ჯგუფური ძალადობა, ანუ ჯგუფური ქმედებები. შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის და ჯგუფური ქმედებების დადასტურების დროს და განხორციელების დროს აუცილებელი არ არის, რომ ყველა ბრალდებული ყველა ქმედებას ახორციელებდეს. ისინი ნაწილ-ნაწილ უნდა ახორციელებდნენ სხვადასხვა ქმედებებს, რაც სახეზეა. დღეს ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ზოგიერთი ბრალდებული შეიჭრება პრეზიდენტის სასახლეში, ცდილობს მის ხელში ჩაგდება, ზოგიერთი პოლიციელებზე ძალადობს, ზოგიერთი წვავს იქ არსებული ინვენტარს, ზოგიერთი საერთოდ სხვა პირების ქონებას ანადგურებს და ასე შემდეგ. კონკრეტული პოლიტიკური განცხადება არ უნდა გახდეს პირის მოწმის სახით გამოკითხვის საფუძველი და მეორე რაც ყველაზე მთავარია და რაც გაჟღერდა დღეს იყო ის, რომ არ იყოს სწორად დაყენებული აღნიშნული შრომდგომლობა. არსებითი განხილვის ხდომაზე კონკრეტული პირის დაკითხვა დამატებით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პირის მოწმით დაკითხვა მანამდე იყო შეუძლებელი. ლევან ჯანგულაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ძმ მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის პროცესი გაიმართა. სასამართლომ განიხილა დაცვის და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ. შეგახსენებთ, ლევან ჯანგულაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ამ მკვლელობის მთავარ დამკვეთად ოთარ ფარცხალაძე დაასახელა. არც ეს მტკიცებულებები ისევე როგორც სხვა მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. ამ მტკიცებულებებში ეს მოწმეები საუბრობენ უბრალოდ იმაზე, რომ ვიღაცას იცნობდა, სასამართლოსაც დავარწმუნებთ, რომ ბრალდების მხარეს ნამდვილად უჭირს მტკიცებულებებში. ეს მტკიცებულებების დასაშვებაც ცნობს სასამართლომ, თუმცა შეგვირდა რომ ისინი ობიექტურად იქნება გამოკვლეული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ და დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს. სასამართლომ ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეც ცდილობდა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ დართოდა საქმეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედება იყო კანონის სრული დაცვით და დაუშვა დამატებითი მოწმეების დაკითხვა. რაც შეეხება მეორე პროცედურას, შესავალი სიტყვა წარვდექით სასამართლოს წინაშე და უკვე სასამართლოს შემდეგ ეტაპზე წარუადგენს მტკიცებულების გამოკვლევას დავიწყებთ. ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ პროცესი დაწყებულია. ამ ეტაპზე საჩივარი უშუალოდ ბრიტანეთის მაუწყებელშია შესული. იმ შემთხვევაში, თუ BBC-ს საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის, პროცესი გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების კომისიაში. შემდეგ ადგილობრივ სასამართლოსა და არ არის გამორიცხული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გაგრძელდეს. ქართული ოცნება BBC-სგან დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური რეპორტაჟის ყველა პლატფორმიდან აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. მართველი გუნდი ეჭვობს, რომ BBC-ს მიერ მომზადებული ეგრეთ წოდებული საგამოძიებო ფილმი პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც იყო. მიზანი არის პოლიტიკური და დისკრედიტაცია საქართველოს ხელისუფლების. ეს იმდენად აშკარაა, რომ არ ამგონია რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს BBC მაშინ, როდესაც ამ საკითხის სერიოზული განხილვა დაიწყება საერთაშორისო დონეზე, თუმცა რაღაც პროცედურები გასავლელია, სულ ეხლა ხანს გამოვლინდა, რომ აბსოლუტურად შეუსაბამო რეალობასთან გააკეთა სიუჟეტი, თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დაკავშირებით და მაშინ გადადგა ნაბიჯები, მოიშორა
ხელმძღვანელი პოსტებიდან გარკვეული ადამიანები აღიარა დანაშაული, მაგრამ საქართველოს რატომღაც მიაჩნიათ დაბალ ღობეთ, რომელსაც შეიძლება მიაყენოს შეურაცხყოფა კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დააზიანო მისი იმიჯი და ამასთან დაკავშირებით არანაირი პასუხისგებლობა არ დაგეგისროს. თავისთავად არც მე ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ეს მართლაც ასე იყო. ჩვენ რომ კითხვები გქონდა და ჩვენ რომ გვინდოდა სიმართლეში დარწმუნება და სიმართლის დადგენა, ამიტომ ვითხოვდით საპარლამენტო კომისიის შექმნა. ოცნება ამ საქმეში მართალი არ არის. BBC, რა თქმა უნდა, არის ავტორიტეტული რეპუტაციული ტელევიზია, სატელევიზიო კომპანია, რომელსაც აქვს თავის სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, მათ არ გაუჭირდებათ საკუთარი სიმართლის დადასტურება. ერთდროს ავტორიტეტული მედია საშუალება, როგორც BBC არის, ავრცელებს ესეთ ინფორმაციას, რომელსაც ბჭყალებში შეიძლება ვთქვათ, ჟურნალისტიკური გამოძიება ქვია. და ამტკიცებს, რომ საქართველოში ქიმიური იარაღი, კამიტი, რომლის მოქმედების შედეგები მსოფლიო მიცის რაოდენ მძიმე და ლეტალური არის, გამოყენებული იქნა საქართველოში. ყოველთვის ხდებოდა ხოლმე რაღაცის დაბრალება, რომელიღაცა ქვეყანაზე, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად. სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს. ქვეყნის შიგნით ამ ასე ვთქვათ, ტყუილმა არ იმუშავა. იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობას ნანახი გვაქვს იგივე 9 აპრილს მოწამვლა რას ნიშნავს. ჩატარდა სწრაფი გამოძიება, სადაც თვითონ ამ ფილმში ასე ვთქვათ მონაწილე რესპონდენტებმა ფაქტობრივად უარყვეს მათ მიერ ასე ვთქვათ გაკეთებული განცხადებები და თქვეს რომ ჩვენ რა თქმა უნდა არავითარ კამიტზე საუბარი არ გქონიაო. ეს ფეიკი როგორც იტყვიან ესე დარჩა, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოს როგორც სახელმწიფო ვალდებული იყო რომ ამაზე რეაგირება მოახდინა. საფრანგეთისა და იტალიის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე უკვე გერმანიაც ალაპარაკდა. ბერლინში ბიზნესთან შეხვედრაზე ქვეყნის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობები დაბალანსდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს. მანამდე მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებასა და ურთიერთობების დალაგებაზე განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა. იტალიის პრემიერ-მინისტრი კი კრემლში გასაგზავნად მომლაპარაკებლის კანდიდატურას არჩევს. თბილისში ფიქრობენ, რომ ევროპული ბიუროკრატია საკუთარი სუბიექტური მიზნებით მოქმედებს და არა პრინციპებით. საგარეო პოლიტიკის ნაწილში რა არა პროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე ევროპის ნაწილში, როდესაც ამხელა მასშტაბის ტრაგედია მიმდინარეობს და 4 წლის თავზე დაიწყეს ეს ნენელა შეპარება საზოგადოებისთვის, რომ თურმე აუცილებელია რუსეთთან საუბარი. ჩვენ ხედავდით რა თქმა უნდა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ადამიანები, ორგანიზაციები, ქვეყნები, ვინც კი გაბედავდა იმაზე საუბარს, რომ საუბარია აუცილებელი, მაშინვე ხდებოდა თავდასხმის მსხვერპლი, მათ შორის საქართველოც გახდა აი მოსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი გასული წლების განმავლობაში. ყველაფერი დანარჩენი ეს იყო ბუნებრივია პოლიტიკური манипуляციების პროცესის ნაწილი, ეს რუსული დაძახებაც იყო სწორედ ამ პროცესის ნაწილი, რომ რაღაცნაირად დისკრედიტაცია მოეხდინათ ამ კანონმდებლობის თუ საქართველოს ხელისუფლების. ევროპის ფუნდამენტური მიდგომა რუსეთის მიმართ ბარბაროსული აგრესიის გამო არ შეცვლა, ამიტომაც უბრალოდ საუბარი არის იმაზე, რომ მოლაპარაკების პროცესში შეიძლება ევროპა უფრო აქტიურად ჩაერთოს რუსეთთან. კონტინენტურად ევროპაც არის რუსეთი და აზიაც არის, ხო? არ ვიცი, ახალი მეგონი არაფერი არ თქმულა, ხო? რაც შეეხება იმ სახელმწიფო სისტემას, რომელიც რუსეთშია, დამერწმუნეთ ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოს კითხეთ და ყველა გეტყვით, რომ ეს არ გახლავთ ევროპული ტიპის სახელმწიფო. ჩვენ გვიძახდნენ რუსებს, ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ჩვენს მიერ მიღებულ კანონებს ეძახდნენ რუსულს, მაშინ, როდესაც ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინა, ცხადდებოდა ჩვენზე უფრო წარმატებულ ქვეყნებად. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე რუსეთი არის ევროპული ქვეყანა, მათი განცხადებით და რუსეთთან მოლაპარაკებები არის აუცილებელი. მაშინ მე მინდა ვკითხო საზოგადოებას, რომ მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე რუსულია, არის თუ არა ევროპული კანონი, ხო? ანუ სასაცილო მდგომარეობაში არიან. მაგრამ მე მინდა პირველ რიგში მივმართო იმ ადამიანებს, ჩვენ ძვირფას თანამოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველზე აი ამდენი წელი ატარეს, აყვირეს და გაუჩინეს განცდა, რომ თითქოს ევროპულ მომავალს იცავდნენ ქუჩაში. თქვენ მოგატყუეს მეგობრებო და თქვენ გაგაცურეს.
კორუფციისგან თავისუფლებით საქართველოს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო 20-ია. რეიტინგი ევროკომისიამ გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 65% მიიღო. მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო 20-ში მოხვდა. კორუფციის არარსებობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა. მეორე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა. ევროკავშირმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც საქართველოს უსწრებს კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ისეთივე როგორც არის საბერძნეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი და ასე შემდეგ. აღნიშნული განპირობებული არის იმ რეფორმებითა თუ გააწყვეტილებებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ, ასევე ხედავთ ყველანი საქართველოს პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აქტიურ ქმედებებს კორუფციასთან ბრძოლასთან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი შედეგები, ვინაიდან აბსოლუტურად შეიცვალა და რეფორმირდა, შეიძლება ითქვას, შესყიდვების სისტემა. ამბიციური გეგმები გვაქვს, შევიდეთ კორუფციისგან თავისუფალ სამეულში, ევროპის საუკეთესო სამეულში. საქართველოს კორუფციისგან თავისუფლებით არის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო 20-ში, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის და აგრძელებს განვითარებას კეთილსინდისერი მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებით და წლიდან წლამდე ჩვენ ველოდებით უკეთეს შედეგებს. კორუფციისგან თავისუფლება გამჭვირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად იგი გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ინვესტორთა ნდობაზე და სენტიმენტებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის ინდექსის კორუფციის არარსებობის კომპონენტში საქართველოს როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ჩვენი მოლოდინია, რომ მომავალ წლებშიც გაგრძელდება საქართველოში ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. უკრაინაში კორუფციული საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იულია ტიმოშენკო, რომელიც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ქრთამის აღებასა და გაცემაში არის ეჭვმიტანილი, აცხადებს, რომ მას ყველა საბანკო ანგარიში გაუყენეს. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს, გირაოს გადახდას კი მისივე თქმით გაყენული საბანკო ანგარიშების გამო ვერ ახერხებს. ასევე კორუფციულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი. ანდრეი ერმაკმა თანამდებობა გამოძიების დაწყების შემდეგ დატოვა. თუმცა მაშინ მაღალჩინოსანი აცხადებდა, რომ ჯარში წავიდოდა და ქვეყნის დასაცავად ფრონტზე იბრძოლებდა. ბოლო ცნობებით ამ თხოვნით ერმაკს არც ერთი გაწვევის ცენტრისთვის არ მიუმართავს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებების დოკუმენტებს შესაძლოა მომავალ კვირას მოეწეროს ხელი, თუ მანამდე მიიღწევა შეთანხმება. მისივე თქმით, შეთანხმება შესაძლოა შვეიცარიის ქალაქ დავოსში დამტკიცდეს, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საერთაშორისო ლიდერები, მათ შორის დონალდ ტრამპი შეიკრიბებიან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რომელიც გაგრძელდება ტრამპის პრეზიდენტობის ვადაზე მეტხანს. ირანში არსებული ვითარება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდეს პროცესში ჩართულ მხარეებს სასწრაფოდ დაიწყონ დიალოგის სიტუაციის განსამუხტად. გაეროს მოწოდებების ფონზე შტატები ირანში პროტესტის ჩახშობაში პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს. სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სიაში არიან ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და კიდევ 17 პირი. ბრალდება იმის შესახებ, თითქოს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ მშვიდობიანი მომიტინგეები დახოცა რეალური ფაქტების სრული დამახინჯება. ის, რასაც ირანის უსაფრთხოების ძალები მტკიცედ და პასუხისმგებლობით დაუპირისპირდნენ, იყო შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფებები და ძალადობრივი სეპარატისტული ჯგუფები, რომლებიც დაფინანსებული და შეიარაღებული არიან რამდენიმე უცხოური სუბიექტის, მათ შორის ისრაელის რეჟიმის მიერ.
of Iran. ირანელი ხალხი თავისუფლებას ითხოვს ისე როგორც არასდროს ისლამური რესპუბლიკის სასტიკ ისტორიაში. აი ჩვენი გზავნილი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანელი მამაცი ხალხის გვერდით დგანან. ასევე მსურს გამოვეხმაურო რეჟიმის მიერ წამოყენებულ ბრალდებას, თითქოს ეს შტაგონებული პროტესტები რაღაცნაირად უცხოური შეთქმულებაა სამხედრო მოქმედებების დასაწყებად. რეჟიმი ამ სიცრუეს მხოლოდ იმიტომ ავრცელებს, რომ ქუჩაში გამოსული ირანელი ხალხის ძალის ეშინია. დანიამ გრენლანდიაში სამხედრო კონტინგენტი გაზარდა. არქტიკულ კუნძულზე ჯარისკაცები გაგზავნეს ნატოს წევრმა სახელმწიფოებმაც. საუბარია დამატებით 35-მდე სამხედროზე. რეგიონში კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება დანიის მთავრობამ გეოპოლიტიკური გამოწვევების გამო მიიღო, რომელთა შორისაც არის შეერთებული შტატების განაცხადი გრენლანდიის შეერთებასთან დაკავშირებით. თეთრი სახლის სპიკერი ამბობს, რომ კუნძულზე ევროპული სამხედრო შენაერთების ყოფნა ვერ შეცვლის ტრამპის სტრატეგიულ მიზანს ტერიტორიის შეძენასთან დაკავშირებით. ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარესელიას შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პარსელთან. შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს. სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს როგორც ორმხრივი და მრავალხრივი საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენები. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შტატების სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს $234,000 ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მრავალი წელია თანამშრომლობენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. საკომუნიკაციო და ხანძარ-საწინააღმდეგო აღჭურვილობის დღევანდელი დონაცია დაეხმარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საგანგებო სიტუაციებზე სწრაფად და ეფექტურად რეაგირებაში. ჰუმანიტარული დახმარება 3 წლეულზე მეტია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დაეხმარება მეხანძრე მაშველებს საკუთარი საქმიანობის შესრულებაში, ასევე კონკრეტულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესში. მე მინდა მადლობა გადაუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ჯგუფს, რომელიც მუდმივად ხარს უჭერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ასევე სამხედრო ჯგუფი მომავალშიც გეგმავს, რომ ხარდაჭერა აღმოუჩინოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით და გადმოსცეს დამატებით ახალი ტექნიკა. მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ამერიკის საელჩოს საქართველოში და სამხედრო თანამშრომლობის ჯგუფს, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გაწია სამსახურის მიმართულებით. დღევანდელი დღეც ნათელი მაგალითია იმ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის, რომელიც წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. აქცენტები იმ მიმართულებებზე გაკეთდა, რაზეც უწყება მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. საქსტატის დირექტორმა ბრიფინგზე 2026 წლის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი საქართველოს ეკონომიკა და მონაცემების მზარდი დინამიკა. ოფიციალური ინფორმაციით 2025 წლის 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7%-ს აჭარბებს. 2025 წელი დაიწყო საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, პირველი კვარტალი განსაკუთრებით, იანვარი მოგეხსენებათ 11.1% იყო, თებერვალში ზრდამ 7.7% შეადგინა, მარტში 9%, აქედან გამომდინარე პირველი კვარტლის საშუალო განისაზღვრა 9.9%-ით, 2025 წლის 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.9%. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
სხვადასხვა დარგმა ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, განათლების სექტორი, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. 5 მილიონი ნახევარი ტურისტული ვიზიტი. საქართველოს 2025 წელს ტურისტების რეკორდულ და ისტორიულ რაოდენობას უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით ზრდა 2024 წელთან შედარებით 8.4%-ია. ასევე 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი 499,890 ვიზიტი დაფიქსირდა. რეკორდულად დასრულდა გასული წელი ტურისტული ინდუსტრიის თითქმის ყველა პარამეტრის მიმართულებით, ყველა იმ მიზნობრივ ბაზარზე, სადაც ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში მუშაობს თანმიმდევრულად მარკეტინგული კამპანიებით, ქვეყნის ცნობადობის ამაღლების და ასევე პირდაპირი დაკავშირებადობის, პირდაპირი ფრენების ხელშეწყობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ზრდები. ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში პირდაპირ ფრენებს, მომავალი წლიდანაც აქტიურად იგეგმება ახალი ფრენები, ახალი მიმართულებები და სიხშირეების დამატება და ტრადიციული მარკეტინგული კამპანიები, რომლებსაც მუდმივად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე ახორციელებს. 2025 წელი იყო გამორჩეული ძალიან დიდი ოდენობის მარკეტინგული კამპანიები 32 ქვეყანაში ჩატარდა და შესაბამისად შედეგებიც არის სახეზე. 2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1.250.417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 13%-აა გაზრდილი. ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის ლიდერობენ პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი. გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიმართულებით. კიდევ უფრო მეტად ხდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ახალი სერვისების დანერგვა, რაც ამომავლად მოგცემს საშუალებას, რომ უმასპინძლოთ უფრო მეტ ვიზიტორს და მეორე მხრივ სერვისები გავხადოთ უფრო დახვეწილი და შესაბამისად ვუპასუხოთ უფრო თანამედროვე სტანდარტებს. გასულ 2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1.250.000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილა. შეხვედრაზე გივი მიქანაძემ დეტალურად ისაუბრა რეფორმის ძირითად აქცენტებზე. ისტორიული გამარჯვება. საქართველოს ნაკრების წევრები ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონები პირველად გახდნენ. ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულოვამ ინგლისის ქალაქ შეფილდში გამართულ შეჯიბრში მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს. თავისუფალ პროგრამაში 129 ქულა მიიღეს და ჯამური 215 ქულით ჩემპიონები გახდნენ. შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა კიდევ ერთი ქართველისთვის. მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამა პირველი ადგილით და მცირე ოქროთი დაასრულა ნიკა ეგაძემ. ეგაძე თავისუფალი პროგრამით ჩემპიონატზე ხვალწარს დგება. წარმატებულად დაიწყო 2026 წელი ქართული სპორტისთვის. ჩვენ ისევ გვიწევს ფრაზის ისტორიაში პირველად გამოყენება. მინდა მიულოცო ანასტასიას და ლუკას ეს მნიშვნელოვანი წარმატებული ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მადლობა მინდა გადაუხადო და მიულოცო ფედერაციას. სპორტული კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო ეს წარმატებული ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე, ვინაიდან თვეზე ნაკლებ პერიოდში ჩვენ სპორტსმენებს როგორც მოქმედ ევროპის ჩემპიონატებს უწევთ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა, ეს კი გვაიმედებს და გვაძლევს იმის თქვის საშუალებას, რომ ოლიმპიურ თამაშებზე შეიძლება გქონდეს ოლიმპიური მედლები. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით, თქვენ კი არ გადართოთ, რამდენიმე წუთში გელოდებათ ლაშა დვალიშვილის სპორტის სიახლეებით.